ინფორმაცია გვაქვს, რომ თქვენი კომპანია ამუშავებდა ზვიად ხარაზიშვილის ხარებას მიწებს. ხარება არა იმას ამუშავებდა. როგორ გეკადრებ? ერთი წუთით უკვე. არა დინამუშავებდა. არა როგორ გეკადრებ? შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით სპეცრაზმის სისასტიკით სახელგანთქმული ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი კახეთში 100 ჰექტარ მიწას ფლობს და გასულ წელს ტონობით ქერის მოსავალი აიღო. გედედეს აწუყვა ყოფილი უფროსი აღმოსავლეთ საქართველოში სავარაუდოდ გადამალულ მიწებს ფლობს. შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით მან მიწის დამუშავების მომსახურების ფული არ გადაიხადა. ყარო გვიყვება, რომ ხარებამ დაიქირავა შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანია, ამიტომ ინფორმაციის გადასამოწმებლად დედოფლის წყაროში სოფელ ჯაფარიძეში ჩავედით. სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია ეს არის, ხო? კი. კითხვაზე თუ ვის შეიძლებოდა გავსაუბრებოდით ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ზვიად ხარაზიშვილზე კითხვების დასმისას აგრესიით გპასუხობდა, გითხრა, რომ უფროსი ადგილზე არ იყო. უფროსი არა, რაგინა მითხრა, რომ მემკითხე რა იგი. არ გადაიხადა ამის საფაზური და არაზღაურება თანამშრომლებს. შვილიშვილებს ფიცავარ მაგეთთან არ ყოფილა ბიჭი. მე არ გამიგია ჩვენ. მე მიხანი არ გუშო მაგეთთან არ გამიგია. ამ ტყუილია ეს ინფორმაცია? ტყუილია მართალია როგორ იქნება? მე გეუბნები შვილიშვილებს ფიცავარ არ გამიგია. აი თქვენ არ გავიდეთ პირველად. იმავე წამს გაირკვა, რომ მის გვერდით მდგარი ეს თეთრმაისურიანი მამაკაცი კომპანიის ახლად დანიშნული დირექტორი რამაზ ქიტიაშვილია. მან გითხრა, რომ ასეთ შემთხვევაზე ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა დაგვიდასტურა, რომ კომპანია მსგავს მომსახურებას თავაზობს, მცურვალებს და თანამშრომლები ხელფასსაც შესაბამისად იღებენ. თქვენ ბრძანდებით ბოდიში. რამაზი დირექტორი ბრძანდებით თქვენ. არ გაგიგიათ საერთოდ ეს ინფორმაცია? მესმის თქვენ თანდამსგავს შეამი არ ყოფილი. რას საქმიანობს ეს კომპანია? ანუ ხო იმ მოსავალს იღებს და ტრაქტორების ქირაობა და ტექნიკის ხო ეგ არის რეალური? აბა კომბაინების. მცირე მიწიან ფერმერებს ვეხმარებით მოსავლის სამუშაოში. თუ გასულ წელს თანამშრომლებმა ვერ აიღეს ანაზღაურება, ეს ხო გეცოდინებოდა თქვენ და ხსმენიათ რამე მსგავსი? არანაირი არაფერი ეგეთი? დეტალების დასაზუსტებლად კითხვები დავუსვით სხვა თანამშრომლებსაც, თუმცა ისინი კამერებსა და საუბარს ერიდებიან. ხარება შეიძლება ესე ითქვას. აი გედედეს უფროსი იყო. და ადრე თქვენმა კომპანიამ დაამუშავაო მიწები, შარშან, მისი მიწები და ხო არ იცით რამე? სამართლი მუშაობენ ისე რომ შენ არ უნდა. ეს აკეთილი ორგანიზაცია. ეხლა გასწრებით. მიწებს ამუშავებდა თქვენი კომპანია. არ ვიცი, არა გენაცვლებას ჩვენი კომპანია. და არ გადაიხადა ანაზღაურება. არა, მე მძღოლი ვარ, მე ვეზიდები ტრაქტორები, გუთანი და მე მიიტანა. გასულ წელს, როცა წყაროს თქმით ეს ფაქტი მოხდა, დირექტორის თანამდებობას პაატა ღვინიაშვილი იკავებდა. ამიტომ ამჟამინდელ დირექტორს რამაზ ქიტიაშვილს მის წინამორბედზე ვკითხეთ, თუმცა გითხრა, რომ მას არ იცნობს. პაატა ღვინიაშვილი იყო ხო დირექტორი? ჩემამდე რომ მოვედი კაცი იყო წასული. 2024 წელს კომპანიის დირექტორი სწორედ პაატა ღვინიაშვილი იყო. ისიც ზვიად ხარაზიშვილის მსგავსად ქარელიდანაა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ისინი შესაძლოა ერთმანეთს იცნობდნენ და გარკვეული კავშირი ჰქონდათ. მასთან დაკავშირება საჯარო რეესტრის ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულ ნომერზე ვცადეთ. ზარზე კომპანიასთან დაკავშირებულმა სხვა პირმა გვიპასუხა, თუმცა გითხრა, რომ პაატა ღვინიაშვილთან ვერ დაგვაკავშირებს. არა, პაატა ღვინიაშვილთან იმაზე რეკავთ. ლოჯისტიკის და სერვისების დიახ. პაატა აღარ არის დირექტორი. ვიცი, რომ აღარ არის, რამდენიმე კითხვა მაქვს მასთან, თუ შეიძლება იქნებ დამაკავშიროთ მასთან, კომპანიასთან დაკავშირებით მინდა ვკითხო. არა, ვერ დაკავშირებთ. როგორც ჩანს, ზვიად ხარაზიშვილი ქონებას მალავს, ამიტომ ქერის ყანებს, რომელთა მფლობელიც სავარაუდოდ ხარება, ვერ მივაგენით. კომპანიაში დამატებითი კითხვებისთვის დაბრუნებულ შაბათის ფორმულას გადამღებ ჯგუფს ისევ აგრესიით შეხვდნენ. აგი ფორმულა არ თქვენი პატარაგო. რისი უნდა მწხვენა კითხვის დასმის? წესიერად ისაუბრეთ, ხერხულია, სირცხვილი. დამანგრევლები ხართ და დავით ათიხლებ. რატო ხართ აგრესიული? იმიტომ არა ადამიანები ხართ. არა ადამიანი, რატო ვარ? კითხვის დასმა როდისმე არის აკრძალული. ეხლა გადაღება და არა, კითხვის დასმა ვინ აკრძალა? არა. ის რომ ბრუტალურობით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილისთვის ქონების გადამალვა უცხო არ არის, იმითაც მტკიცდება, რომ თბილისსა და ქარელში მას სახლებისა და მიწების დიდი ნაწილი მშობლებსა და ძმაზე აქვს გაფორმებული. ბატონი რობერტის და ზვიადის ხარაზიშვილების მიწები ესენია, ხო, მგონი აქეთ თუ ეს?
იმის დასადგენად თუ რეალურად ვის ეკუთვნის ეს ქონება, ჩავედით ქარელში, სოფელ საღოლაშენშიც. ბატონ ზუედზე მინდა გკითხოთ თუ შეიძლება. ასე თქვენ მიწებთან დაკავშირებით მაინტერესებს ბატონი ზუედის არის თუ თქვენია ის მიწები რომელიც თქვენ სახელზეა გაფორმებული. და ერთსაც გკითხოთ, კოჯორში გაიფოტოთ რამდენიმე თვის წინ სახლი ერთი წუთით ბატონო რობერტ. რატომ წავიდა სამსახურიდან ბატონი ზუედი შეგიძლიათ გითხრათ? დაატოვებინეს თანამდებობა თუ თავად დატოვა ის? ზუიად ხარაზიშვილის მშობლებს, რომლებიც ეზოში არიან ჩვენი კითხვები, კარს მიღმა ცესმით. გვაინტერესებს დიდძალი უძრავი ქონება რობერტ და ციცინო ხარაზიშვილებმა როგორ დააგროვეს. საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტებით ვიგებთ, რომ ხარებას მამას ეკუთვნის ეს ვილა კოჯორში, მიწის ნაკვეთი ოზურგეთში და ჰექტორობით მიწა ქარელში, საღოლაშენში, ხარაზიშვილების სოფელში. თქვენ მიწებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომლებიც თქვენი და თქვენი მეუღლის სახელზეა. დიღმის ვილა, სადაც ბატონი ზუიადი ცხოვრობს, რატომ არის თქვენი მეუღლის სახელზე? შეგიძლიათ გითხრათ, ის დეკლარაციაში არ ფიქსირდება. ქალბატონო ციცინო, იქ და თქვენ მაინც გვიპასუხოთ კითხვებზე. ფაქტია, რომ ზუიად ხარაზიშვილი ქონების გადამაღლას ცდილობს ბინებისა და მდიდრული კერძო სახლების მსგავსად. სოფელ საღოლაშენში 10 ჰექტარი მიწაც საკუთარ ოჯახის წევრებზე აქვს გაფორმებული. მათ შორისაა ეს მიწის ნაკვეთიც. დეკლარაციის მიხედვით ზუიად ხარაზიშვილი მხოლოდ 2 ოთახიან ბინას გლდანში და 1000 კვადრატულ მეტრ მიწას ფლობს ამავე უბანში. 2012-2018 წლებში ნულარად აქვს მიღებული მიწის 2 ნაკვეთი ქარელში, მასაც საღოლაშენში. რატომ წამოვიდა სამსახურიდან შეგიძლიათ გითხრათ? რატომ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრო და გდდ-ს დირექტორის პოზიცია? თქვენ ავთანდილი არ ბრძანდებით? ნამდვილად? არ არის საქმე თვითონ. ეს ავთანდილ ხარაზიშვილია, გდდ-ს აწუყვა ყოფილი დირექტორის თბა, რომელიც საკუთარ ვინაობას უარყოფს. გააღებიჯო. იქნებ გვიპასუხოს კითხვებზე უკაცრავად. ავთანდილ ხარაზიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საშვიანი მანქანით დადის. უცნობია უწყების თანამშრომელია თუ ძმის გავლენებით სარგებლობს. ის ფლობს წილს დაცვის კომპანია Georgian Security Service-ში. მასზე გაფორმებულ ქონებასთან დაკავშირებით კითხვების დასმა ვეღარ შევძელით, რადგან კარი ჩაკეტეს. კამერებთან არ გამოჩნდა თავად ზუიად ხარაზიშვილი, რომლისთვისაც გვინდოდა გვეკითხა თუ რატომ მალავს ქონებას, რომელიც მისი ოჯახის წევრებზე აქვს გაფორმებული. მათ შორის დიღომში 2 ქუჩას შორის მოქცეულ 6000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე აშენებულ ამ დიდრულ, უზარმაზარი გალავნით გარშემორტყმულ ვილას. ეს უზარმაზარი გალავნით გარშემორტყმული სახლი ზუიად ხარაზიშვილს არა საკუთარ, არამედ დედამისის ციცინო ხარაზიშვილის სახელზე აქვს გაფორმებული. კოჯორში 1200 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთზე იმავე სტილში აშენებული მამის სახელზე გაფორმებული ეს კამერებით გარშემორტყმული სახლიც, რომელიც როგორც ჩანს დასასრულებელია. ზუიად ხარაზიშვილის მეზობლად აქვს სახლი წარსულში ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრს და გდდ-ს ყოფილი უფროსის ყოფილ ბიზნეს პარტნიორ ზუიად ჭოხონელიძესაც. ზუიად ხარაზიშვილი და ზუიად ჭოხონელიძე ყოფილი ბიზნეს პარტნიორობის გარდა არიან მეზობლებიც, მათ სახლებს მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი აშორებს. სახლში არც ის დაგხვდა. გვინდოდა მათთვის გვეკითხა თუ რატომ გაასხვისა დაცვის კომპანია შპს სარანგის 50%-იანი წილი 10000 ლარად გასულ წელს ზუიად ხარაზიშვილმა და ხომ არ არის ეს ფიქტიური გადაფორმება. ამ კითხვებით წილის ახალმფლობელს ალიკა ნადირაძეს მივმართეთ. ბატონ ზუიადს თუ ისწორთ პირადად რატომ გადაწყვიტა ამ კომპანიის წილის გაყიდვა? აბა როდის გეცლებათ? თქვენთვის არასდროს. გასულ წელს აქციების დარბევისას აქტიურად განიხილებოდა საკითხი, რომ მოცნების მიერ ტიტუშკებად გამოყვანილი მოძალადეები, რომლებიც ხალხს ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ, სხვადასხვა დაცვის კომპანიის თანამშრომლები იყვნენ. სცემდა თუ არა ქუჩაში ხალხს შპს სარანგის დაცვა, ვკითხეთ კომპანიის დირექტორს ნელი ბუზიაშვილს. ქალბატონო ნელი, შარშან იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შარშან მიმდინარე დარბევებში მონაწილეობდნენ კერძო კომპანიების და თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია თქვენი კომპანია და ძლივს ლაპარაკობდა, არ მაქვს ახლა თქვენთან ლაპარაკის თავი. მართლაც წამება, განსაკუთრებული სისასტიკე და უკანონო დავალებების შესრულება, ასე დაამახსოვრა თავის საზოგადოებას ზუიად ხარაზიშვილმა. ფაქტია, რომ ამ ბრუტალურობამ ხარებას ისევე როგორც ბევრს ოლიგარქის რიგებში მილიონები აშოვნება.